მოგესალმებით მეგობრებო, მე დოდუკა ვარ და ეს არის პილატესის 5-დღიანი სერიის მე-4 დღე, სადაც ვიმუშავებთ ხელებსა და მხრებზე. ეს სესია შექმნილია იმისთვის, რომ გაძლიერდეს ზედატანი, მკერდის, მხრების და ზურგის კუნთები იყოს ტონუსში. მოძრაობები არის უსაფრთხო და ეფექტური და დაგეხმარება როგორც შემდეგში რთული ვარჯიშების შესრულებაში, ასევე ყოველდღიურ საქმიანობაში ენერგიის და ძალის შესანარჩუნებლად. როდესაც მზად იქნები, შეგვიძლია რომ დავიწყოთ. დაგჭირდება მხოლოდ მატი. იმ შემთხვევაში თუ სიმძიმეებით ვარჯიშობ, სიმძიმეებით გააგრძელებ გახურების შემდეგ ვარჯიშების შესრულებას. თუ არა საწყის ეტაპზე, წონების გარეშეც შესაძლებელია, რა თქმა უნდა. ვსივართ მუხლებზე, მხრები გადაიტანე უკან, გულმკერდი გამოიტანე წინ, გააკეთე ერთი ღრმა, ჩასუნთქვა, მოსუნთქვა, მოადუნე კისერი და დაიწყე თავის სუბუქი წრიული მოძრაობით. 3-4 წრე გააკეთე ერთი მიმართულებით. შემდეგ შეუცვალე მიმართულება მეორე მხარეს. გადახარე თავი მარჯვნივ, მარჯვენა ხელის დახმარებით მარცხენა ყური წამოიღე მხრისკენ. ჩაისუნთქე შუაში. ამოსუნთქვა გააკეთე მეორე მხარეს. ხელები მოკიდე მხრებს და წრეზე დაატრიალე. რამდენიმე დიდი წრე გააკეთე ერთი მიმართულებით, 4-5 წრე დაახლოებით. შემდეგ მეორე მხარეს. სუნთქვა არის თავისუფალი, 7, გამართე ხელები, იდაყვიდან დაატრიალე. ხელები არის მხრის გასწვრივ, მეორე მხარეს. აქვე, მაჯები დაატრიალე. მეორე მხარეს. გამართე ორივე ხელი და დაიწყე ხელების მსუბუქი მოძრაობა. ვერტიკალურად, ზევით და ქვევით. შემდეგ ამოატრიალე ხელის გულები და ნელ-ნელა ისე რომ ბიძგები არ შეწყვიტო, მარჯვენა ხელი ცისკენ მიმართე და მარცხენა ზედაპირისკენ. შეგიძლია მოძრაობასთან ერთად ისუნთქო. მეორე მხარეს. დააბრუნე ხელები შუაში. კარგია. შემდეგ აქედან შეერთე ხელები, ხელის გულები იყურება წინ, მოამრგვალე ხერხემალი, თავი შედის შიგნით. ამოსუნთქვასთან ერთად გაიშალე და კარგად გახსენი გულმკერდი. მოადუნე ხელები, კიდევ ერთხელ, ჩასუნთქვა, შეერთე ხელის გულები, უცელი შიგნით, თითქოს ზურგით კედელსკენ და უკან მიწვდე. ამოსუნთქვასთან ერთად გახსენი გულმკერდი. მარჯვენა ხელი მარცხენა მაჯას მოკიდე, გადაიხარე. მარჯვნივ, ჩასუნთქვა გააკეთე შუაში, ამოსუნთქვა გააკეთე მეორე მხარეს. მარჯვენა ხელი გვერდით დადგი, მარცხენა ხელი ყურს უკან გადაიტანე, კარგად გახსენი გულმკერდი, მზერაზევით, ჩაისუნთქე, მარცხენა ხელი ზედაპირზე დაუშვი და მარჯვენა ხელი გადაიტანე ყურს უკან. შეერთე უკან ორივე ხელი, გადავედით მუცლით ბარძაყისკენ. თავი და ზედაპირზე და ხელები წამოიღე სადამდეც თავისუფლად გამოყვება. ამოსუნთქვასთან ერთად გაიმართე. გამოათავისუფლე ხელები, შეგიძლია ჩამოფერთხო კარგად და გადადი მატის ერთ მხარეს 4-ზე. მუხლი მოათავსე მენჯბარძაყის ქვევით, ხელები მოათავსე ხრის დაბლა. ჩასუნთქვა მხრები გადაუშვი უკან და აგრძელე კისერი. მზერაზევით, ამოსუნთქვასთან ერთად კარგად მოამრგვალე ხერხემალი და თავი შეიტანე შიგნით. მოძრაობა შეგიძლია გააგრძელო შენს რითმში. არიჩქარო. კიდევ ორჯერ ჩასუნთქვა, გადაუშვი მხრები უკან და აგრძელე კისერი. ამოსუნთქვა, მოამრგვალე ხერხემალი და თავი შედის შიგნით. დაუბრუნდით საწყის პოზიციაში.
და მარჯვენა ფეხი გამართული გაიტანე უკან. ხელები მოათავსე ზუსტად მხრის ქვევით, ჩასუნთქვაზე ჩახარე იდაყვი, გადაიხარე წინ, ამოსუნთქვაზე დაბრუნდები უკან. ეცადე იდაყვები არ გაიტანო გარეთ, შიგნით შეიტანე ნეკნებისკენ. როდესაც დაბრუნდები, მარჯვენა ფეხი გადაიტანე მეორე ფეხის გარეთ, ამოსუნთქვაზე დააბრუნე უკან, წამოიღე მიადე მარჯვენა იდაყს, ჩასუნთქვაზე, ამოსუნთქვაზე ისევ დააბრუნებ უკან. და შემდეგ ისევ წინ დახრა. დავიწყეთ. 1 ამოსუნთქვა. 2 ამოსუნთქვა. 3 და ვაგრძელებთ. 1 ამოსუნთქვა. 2 გადაიტანე ფეხი. 3 იდახვთან. 1 2 ამოსუნთქვა. 3 და კიდევ ერთი გავაკეთოთ. 1 ამოსუნთქვა. 2 დააბრუნე. 3 და დავუშვი. მხოლოდ ხელები. 1 2 გაგრძელე. 3 კარგია. 4 5 გავაგრძელეთ. 6 2-იც 7 და 1-იც 8. დააბრუნე ფეხი უკან. შეგიძლია მსუბუქად გამოძრავდე ხოლმე, გამოიყენე ეს დრო. მაჯები იღლება ხოლმე ამ დროს ხშირად. შეგიძლია ცოტა ხანი პირიქით დადგა. შეგიძლია პირიქით, ანუ ხელის გულები გაატრიალო წინ და ზედა ტანით და ქვედა ტანით წახვიდე უკან, ისე რომ ხელის გული არ მოაშორო ზედაპირს. დააბრუნე ხელები, მარცხენა ფეხი უკან და დავიწყეთ. 1 ამოსუნთქვა. 2 წელი მაქსიმალურად ნეიტრალურ ერთ ხაზზე. 3 1 ამოსუნთქვა. 2 დააბრუნე. 3 ვაგრძელებთ. 1 ამოსუნთქვა. 2 ამოსუნთქვა. 3 და მხოლოდ ხელები. 1 2 3 4 გავაგრძელეთ. 5 ცოტა კიდე თუ გაართულებ, ხოლმე მეორე ფეხიც მოხსენი და შეუყუდე მარცხენა ფეხს საყრდენად. 6 2-იც 7 და 1-იც 8. დააბრუნე ფეხები. ჩაასე ფეხის წვენი, გადავედით თავდახრილში. თავდახრილში სულ რომ სტატიკურად გაჩერდე, ისედაც უკვე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის ხელებზე და მხრებზე. ხერხემალი დააგრძელე, ქუსლი მიმართულია მატისკენ, მენჯები უკან და ზევით. მარჯვენა ხელი მარცხენა კოჭს მოგიდე, გამოიხედე მარცხნივ, ჩაისუნთქე შუაში, ამოისუნთქე მეორე მხარეს. და ხელები იგივე ვარიაციაში ოღონდ კოჭებთან წამოიღე სწრაფად და მონაცვლეობით. დავიწყეთ. 1 2 3 4 5 6 7 და 1 8 ეცადე რომ სუნთქვა არ შეიკაო. 2 3 თორე უფრო გაგირთულდება, ხო? 5 6 7 და 8. კარგია. აიწიე ფეხის წვერზე, გადმოდი ფიცრის პოზაში, მაღალი პლანკა. მხრები არ ჩაყარო, წელი არ ჩააგდო, მოამრგვალე მხრები, მუცლის კუნთები იგრძენი, წელი ნეიტრალურად. ზედა ტანი ხელები გაჩერებულია და მუხლები მოდის იდაყვებთან მონაცვლეობით. ნახე, 1 2 თუ დააკვირდები, ზედა ტანი საერთოდ არ მოძრაობს. 6 7 8 1 2 3 4 5 6 7 და 8. ხელები მხრებთან. 1 2 3 4 5
6, 7. აქაც შეძლებისდაგვარად გავაჩერეთ წელი 3, 4, 5, 6, 7 და 8. მუხლები გარეთ, ერფები ერთად. და შუბლი, ხო? ბავშვის პოზა. აქთან ხერხემალს, მხრებს და კისერს მსუბუქად ამუშავებ მსუბუქ გაწევაში. თუ დასვენება არ დაგჭირდება, შეგიძლია პირდაპირ გადააბახო. ტერფები გადმოატრიალე. მარცხენა ხელის ზევით. აქ დააკვირდი, რომ ხელის გულზე და თითებზე წონას თანაბრად ანაწილებდე. ჩასუნთქვა. ხელი შემოიტანე. ნეკნებისკენ მზე ქვევით. ამოსუნთქვაზე გაშალე და დავიწყეთ. 1. ამოსუნთქვა. 2. გაიშალე. 3. გავაგრძელეთ. 4. თუ იგრძნობ რომ მოძრაობის დროს იღლები და გაგიჭირდა ქვედაფეხის მუხლი შეგიძლია დადო. ხო? 6. თუ არა გააგრძელებ ისევ გამართული ფეხებით. 7 და 1-იც 8. მეორე მხარეს. მარჯვენა ხელის ზევით ჩასუნთქვა. 1. ამოსუნთქვა. 2. გაიშალე. 3. კარგად გახსენი გულმკერდი. 4. და ყოველთვის აკონტროლე ხოლმე სუნთქვა. ვაგრძელებთ. 6, 2, 7 და 1-იც 8. გამართული ხელები. ისევ გადმოტრიალდი. ხელის ზევით ჩახარე იდაყში და დაიდე კეფაზე. მოხსენი მარცხენა ფეხი, ხო? ჩასუნთქვაზე შეერთე. ამოსუნთქვაზე გავუშვი. დავიწყეთ. 1. ამოსუნთქვა. 2. ამოსუნთქვა. 3. 4. გაიშალე. 5. ბოლო 3. 6. 2-იც 7 და 1-იც 8. მეორე მხარეს. ეცადე რომ წინ არ გადაიხარო ხოლმე უფრო გვერდზე იმოძრავე. მოხსენი მარჯვენა ფეხი, ხელი მოამზადე და დავიწყეთ. 1. 2. ამოსუნთქვა. 3. გაიშალე. 4. 5. ბოლო 3. 6. 2-იც 7 და 1-იც 8. ხელები დადგი. მუხლი გარეთ. ერფი ერთად. დაისვენე. ხელები თუ ზედმეტად დაიძაბა ხოლმე უკან შემოატრიალე, შეგიძლია მაჯებიც მსუბუქად გაამოძრავო და ამუშაო. გადავდივართ იდაყვებზე. იგივე პლანკაზე, ხო? აქედან თეძოები გადაიტანებ მონაცვლეობით. ეცადე რომ რკალის ფორმა მოხაზო. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 1, 8, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. და ცერები გარეთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, ბოლო 8, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. დაისვენე ისევ. აქ შეგიძლია ხოლმე დასვენების დროც გამოიყენო. ხელის თითები წამოიღე მარჯვენა ფეხისკენ, ზედატანი მთლიანად შემოატრიალე მარჯვნივ და ისევ პატარ-პატარა ნაბიჯები წაიღე მარცხნივ. დააბრუნე ხელები, ჩაასე ფეხის თითები, თავდახრილი.
თავდახრილში უნდა შეძლო ხოლმე დასვენება. თავიდან ხელები ცოტა მალე დაგეღლება, მერე ნელ-ნელა პრაქტიკაში გააძლიერებ. თავდახრილის პოზა არ შეცვალო და ჩადი იდაყებზე. ჩასუნთქვა, გააკეთე აქვე, ამოსუნთქვა წელი ქვევით. 1 რო გავაკეთოთ, 2 კარგია, 3 გავაგრძელეთ, 4 5 ბოლო 3 6 2-იც 7 და 1-იც არავა. პირდაპირ ჩადი, დადეზე ქვედატანი მთლიანად, მხრები უკან, ხელის თითები წინ და თავის წვერი დააგრძელეთ. თქოს, ზევით რაღაცას გინდა მიწვდე. ჩაისუნთქე. ამოსუნთქვასთან ერთად გამოატრიალე მზერა მარჯვენა ფეხისკენ. ჩასუნთქვა უკან. ეს კისრის დაგრძელების შეგრძნება გაქვს სულ მუდმივად. ჩასუნთქვა შუაში. მარცხენა ქუსლი. თუ შეძლებ, დაინახე, შეხედე. თუ არა და მიმართულება მიეცი. დააბრუნე. კარგია. ხელები, ფეხები ერთად ბავშვის პოზაში გადადი ისევ. დაამშვიდე სუნთქვა. შენი მიზანი არასდროს არ იყოს ხოლმე, რომ სხეული ზედმეტად გადაღალო. თავარია წერტილოვნად იგრძნო ამ შემთხვევაში კუნთების დამუშავება. წამოდექი მუხლზე. ხელები მოხარე 90 გრადუსით. შეგიძლია წონები დაიმატო. შეგიძლია თავიდან გააკეთო წონების დახმარების გარეშე. მარჯვენა ხელი წინ ჩასუნთქვაზე, ამოსუნთქვაზე გახსენი გულმკერდი. 2 3 გავაგრძელეთ. 4 გულმკერდი წინ. 5 სწრაფად გაიტანე და ნელ-ნელა ვაბრუნებთ უკან. 7 და 1-იც არავა. ორივე ხელი წინ, ამოატრიალე ხელის გულები, გაიტანე მხრის გასწვრივ, წინ გადაიხარე, ამოსუნთქვასთან ერთად დაბრუნდები საწყის პოზიციაში. ჩართე ქვედატანი, მოადუნე საჯდომის კუნთი უკან. გასვლის დროს, შეკუმშე გამოსვლის დროს. ვაგრძელებთ. 5 ამოსუნთქვა. 6 2-იც 7 და 1-იც არავა. დარჩი ხელები ზევით და პულსი. 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 დააკვირდი წელი, როგორ ნეიტრალურად არის და ხრებიდან წამოიღე ორივე ხელი. დანარჩენი სხეული გააჩერე. მოხარე. დაუშვი. ხელის გულები უკან. ტრიცეპსის კუნთი სწრაფად დაიტანე. ნელა დაუშვი. 1 ამოსუნთქვა. 2 წელამდე ჩამოდის ხელი, ხო? 3 გავაგრძელეთ. 4 ნელა დაუშვი. 5 ბოლო 3 6 2-იც 7 1-იც 8 პულსი. 2 3 4 5 6 7 იდაყვები არ მოხარო, არ მოადუნო, ხელი გაჭიმულია ბოლომდე. 1 8 1 2 3 4 5 6 7 და 8 იდაყვები მიაჭირე ნეკნებს. მოხარე. გამართე. მოხარე. დაუშვი. 1 2 ერთნაირი სიჩქარით. 3 გავაგრძელეთ. 4 5 კიდევ 3ჯერ 6 2-იც 7 1-იც 8 დარჩი ზევით და ბოლოს 1 მონაცვლეობით ხელები 2 3 4 5
6, 7, ბოლო 8, 1, 2, 3, ვაგრძელებთ 5, 6, 7 და 8. ჩავაფერთხე დაასვენე ხელები. დამშვიდე სუნთქვა. დაბრუნდი 4-ზე. საწყის პოზიციაში მსუბუქი გაწელვისთვის. ხელები 1-2 ნაბიჯით წინ და გულმკერდი ჩაიტანე მატისკენ. თუ მკერდი თავისუფლად მიწუდება ზედაპირს, ნიკაპი შეგიძლია დადო, თუ არა თადაშუბლი. დაყონდი დაახლოებით 5-7 სუნთქვა. იოგას ბლოკი თუ გაქვს და კიდევ უფრო მეტად გაქვს სხეული გახსნილი, ბლოკებზე შეგიძლია ხოლმე იდაყვები დაალაგო და თავი ჩაიტანო ქვევით, ზომიერ შეგრძნებამდე. დააბრუნე ხელები. გადაიტანე მატიდან უდნო დაშორებით. კისერი მოადუნე და მხრები დაატრიალე წრეზე. რამდენიმე წრე გააკეთე ერთი მიმართულებით, შემდეგ მეორე მხარეს. გამართული მარჯვენა ხელი დააწვინე. გამოიხედე მარცხნივ, მხარი ჩადის ბოლომდე. ჩასუნთქვა შუაში. ამოსუნთქვა მეორე მხარეს. აქ დააკვირდი, რომ ტერფები ზედაპირს არ მოშორდეს, ანუ ბოლო ნაწილში, პრაქტიკის ბოლო ნაწილში, სადაც გაწელვას აკეთებ, ყოველთვის ეცადე ხოლმე, რომ სხეული და კუნთები ამყოფო ბოლომდე მოდუნებულ მდგომარეობაში. ბოლო რამდენიმე სუნთქვა დაყონდი ბავშვის პოზაში. ხელები როგორც გინდა, თუ გინდა წინ, თუ გინდა შუბლთან, თუ გინდა შეკეცავ უკან, ხო? თვალებიც დახუჭე. დაამშვიდე სუნთქვა. არ აქვს მნიშვნელობა რას ვარჯიშობ, როგორი პრაქტიკა გაქვს. მარტივი ძალისმიერი პრაქტიკის ბოლო რამდენიმე სუნთქვა ყოველთვის დასვენებას დაუთმე ხოლმე, რომ სხეული არ დასტრესო და გადაღლილობის შეგრძნება დიდხანს არ გაყვეს. როდესაც მზად იქნები, ხელებს დაეყრდენი, თავი ამოწიე და შეგიძლია წამოჭდე. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია ისიამოვნე ამ პრაქტიკით. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დალაიქე, გამოიწერე ჩემი არხი, ასევე ჩემი სხვა სოციალური ქსელები, რომლის ლინკი ვიდეოს აღწერაშია. მადლობა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. დროებით.